მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით უგემრიელესი კიტრის წვნილის რეცეპტით, რომელიც გამოდის ძალიან ხრაშუნა. კარგად გარეცხეთ პატარა ზომის კიტრები და მოაჭერით თავი და ბოლო. დააყოვნეთ დაახლოებით 2 საათი ცივ წყალში. ასევე კარგად გარეცხეთ ნიახური და კამა, მოათავსეთ ქილაში და 2 საათის გასვლის შემდეგ კიტრები ჩაალაგეთ ქილებში. ფენა-ფენა მწვანილი მოათავსეთ და ნიორი. დაახლოებით 1 კილოზე დაახლოებით 3-4 კბილი. და დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთი. მანამდე მოამზადეთ მარინადი. აადუღეთ 2 ლიტრი წყალი, ჩაგდეთ 3 დაფნის ფოდოლი, 2 სუფრისკოზი მარილი და 1 სუფრისკოზი შაქარი. და ჩამატეთ პირპილის მარცვლები. ადუღეთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. ათი წუთის გასვლის შემდეგ გადაღვარეთ ქილიდან ეს მდუღარე წყალი. ჩაამატეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ძმრის მჟავა. და დაასხით ცხელ-ცხელი მდუღარე გამზადებული მარინადი. გადაავსეთ ბოლომდე. დააფარეთ თავზე და დაელოდეთ 4-5 დღე. შეგიძლიათ მაშინვე მოხუფოთ და შეინახოთ ზამთრისთვის. 4-5 დღის შემდეგ კიტრის მჟავე მზად არის უგემრიელესი და ძალიან ხრაშუნა. აუცილებლად მოამზადეთ, სანამ ჯერ კიდევ არის ბაზარში პატარა ზომის კიტრები და გემრიელად მიირთვით. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩემებური სამზარეულოს გვერდი, მოიწონეთ და დამიკომენტარეთ. ყველი თქვენს გამოხმაურებებს დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.